სირცხვილი რა. სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ აი არანაირი ფასეულობები არ გააჩნიათ, არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ და როგორ ქილიკით იგდებ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, როგორ ქილიკით უდგება იმ. აბა რაზე უნდა იფიქროს ჩვენმა მომავალმა თაობამ? ჩვენმა მომავალმა თაობამ არ უნდა იფიქროს, როგორ დაიბრუნოს ტერიტორიები, როგორ იზრუნოს ის, რომ ძლიერი ქვეყანაში იცხოვროს და ძლიერი ქვეყანა შექმნას. აბა რაზე უნდა იზრუნოს? მითხარით ერთი. რაზე უნდა იზრუნოს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს აი ამ გარყვნილ საზოგადოებაზე, რომ გინდათ რომ გადააჯიშოთ და გადააგვაროთ და ქალი-ქალი არ იყოს და კაცი-კაცი არ იყოს, ესეც საზოგადოებაზე უნდა იზრუნოს. შემირცხვენია თქვენი აი ესეთი მიდგომები და თქვენი ლიდერობა შემირცხვენია და ის შემირცხვენია კიდე ვინც აი ესე შენ გაფინანსებს რა. და სირცხვილია რომ შენ ხარ რაღაცა ფემინისტური რაღაცა იდეოლოგიის ერთ-ერთი ლიდერი. შენ ვერასდროს ვერ იქნები ფემინისტური იდეოლოგიის ლიდერი, იმიტომ რომ ის ფემინისტებიც, რომლებიც რეალურად არიან და ფემინიზმი ზოგადად იმას გულისხმობს, რომ ჯერ სამშობლო უნდა გიყვარდეს და მერე კი ბატონო, ყველა უნდა გიყვარდეს ნებისმიერ შემთხვევაში ეს გენდერული ნიშნით იქნება თუ სხვა კუთხით იქნება. მაგრამ თქვენ სამშობლო არ გიყვარს, უსამშობლოები ხართ და რა ფემინიზმზე მელაპარაკებით და როგორ უნდა დაგიჯეროთ თქვენ მართლაც და პატრიოტები ხართ და გულანთებული ქართველები ხართ. ამიტომ რო ხედავთ რომ საზოგადოება თუ ვინახართ და რაც ხართ, მაგიტომაც ხართ იაქები, მაგიტომაც ხართ. თქვენ ვერასდროს ვერ იქნებით, ბევრი ვერასდროს ვერ იქნებით. და ეს დაიმახსოვრეთ, თქვენი დრო ისედაც წასული იყო, მაგრამ ეხლა უფრო და უფრო მიდის. აი ამ რაღაცა თქვენმა ფართხაფურთხმა გამოაჩინა თუ ვინ ხართ და რა ხართ.